ელისო კილაძე არ ისვენებს. ოღონდ იმიტომ კი არა, რომ მაგარი ვინმეა, არა. ელისო კილაძეს არ ასვენებს თავისივე სიბინძურე და ტყუილები და აი ამ სიბინძურეში გაბმული ხლართები, რომელიც ტარიელ კაკაბაძის წინააღმდეგ გახლარდა. და გახლარდა იმიტომ, რომ ტარიელ კაკაბაძემ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის თემა ფინალამდე მიიყვანა. და ლევან ჯანგველაძის მკვლელობის დამკვეთის მიერ დაფინანსებული ელისო კილაძე უკვე ფორიაქშია. და ხან რას წერს, უკვე თავადაც ადასტურებს თავისავე პოსტებში თუ ვიდეო ლაივებში იმას, რომ ის რა სიბინძურეც ააგორა ტარიელ კაკაბაძის წინააღმდეგ პირდაპირ კავშირშია ლევან ჯანგველაძის თემასთან. მოკლედ, კიკუ ელისო კილაძე, რომელიც რამოდენიმე დღე გვიმტკიცებდა იმას, რომ ამ ვინმე ბინძური ლიკუნა ტაბატაძის თემა არანაირ კავშირში არ არის ლევან ჯანგველაძის თემასთან და რა შუაშია ეს თემა იმ თემასთანო. როგორც კი ნახა, რომ ტარიელ კაკაბაძეს ძალიან ბევრმა ადამიანმა სოლიდარობა გამოუცხადა, რომ ვერანაირი ფაქტი და არგუმენტი ვერ დადო ტარიელ კაკაბაძის წინააღმდეგ და უბრალო ფეიკ სკრინით ეცადა ტარიელის გამარგინალებას, თვითონ გამარგინალდა და აი ამ ნერვიულობის ფონზე ჩაწერა ლაივი, სადაც ხოის აოცრებაო თვითონ აღიარებს, რომ ამ ვინმე ბინძური ლიკუნა ტაბატაძის თემა პირდაპირ კავშირშია ლევან ჯანგველაძის თემასთან. გთავაზობთ კიკუ ელისო კილაძის ლაივის სწორედ ამ პატარა მონაკვეთს, სადაც თვითონ აღიარებს მართლა ვინმეს გონიათ ნორმალურად მოაზროვნე ადამიანს ამ ქვეყანაში, რომ ტარიელ კაკაბაძემ გახსნა ჯანგველაძის მკვლელობის საქმე, ხო? მართლა გონიათ სისტემის გარეშე რამეს წარმოადგენს და რაც შეეხება ჯანგველაძის. ნახეთ, ჯანგველაძის საქმესთან აღმოჩნდა, რომ პირდაპირი ბმა აქვს ამ სიტუაციას რა. ნახე როგორ არის, რატომ აქვს პირდაპირი ბმა? პირდაპირი ბმა აქვს იმიტომ, რომ არსებობს ადვოკატი ტარიელ კაკაბაძის თანამზრახველი, რომელიც გატყავებით ემუქრებოდა ლიკა ტაბატაძეს. და ეს გახლავთ ვინ? გიორგი ვარდაველიძე. და გიორგი ვარდაველიძე ვინ არის ჯანგველაძის საქმეში? გიორგი ტარიელ კაკაბაძე იცავს დაზარალებულის ოჯახის ინტერესებს, ანუ მოკლულის. გიორგი ვარდაველიძე ხოის აოცრება, ვის ინტერესებს იცავს? ადამიანის, რომელმაც მკვლელობის იარაღი შეიძინა, მერე დაკარგა და გადასცა, ანუ ბრალდებულია ჯანგველაძის მკვლელობის ერთ-ერთი თანამონაწილეა. მოკლედ, სამართალი რო აუცილებლად ზეიმობს, ეგ ყველამ ვიცით. მაგრამ სამართალმა გააკეთა ის, რომ ელისო კილაძემ წყობილებიდან გამოიყვანა და ეს კიკუ, რომელიც ეს დღეები ამტკიცებდა, რომ რა შუაში ვარ მე ლევან ჯანგველაძის თემასთან ან ფარცხალაძესთან, რომელსაც საერთოდაც არ ვიცნობდიო, ბოლო დღეებია, თუ ბოლო 2 დღეა, არ გაჩერებულა და ესე ისტორიულად ლევან ჯანგველაძის მკვლელობაზე საუბრობს. რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ სწორედ კრემლის აგენტი ბარიგა ოთარ ფარცხალაძის მიერაა დაფინანსებული ეს კიკუ არარაობა და რომ სწორედ ამ თავისნაირი ბინძური ვინმე ტაბატაძის ნაბოდვარი ამ გამოძიების შესაფერხებლად და ლევან ჯანგველაძის ადვოკატის მოსაშორებლად ააგორა. რაც ნამდვილად არ გამოუვიდა, მეტიც ხალხმა ნათლად დაინახა
ისედაც კი იცოდნენ რა იყო კიკუ ელისო კილაძე, მაგრამ კიდევ უფრო დაუმტკიცა ხალხს ის, რომ ბინძური, ნაძირალა, არაადამიანი და არარაობა. ხო და კიკუ ელისო კილაძე გააგრძელე ამ ფორიაქში პოსტების წერა და ვიდეოების წერა, რაც უფრო მეტ პოსტს დადებ ამ თემაზე და რაც უფრო მეტ ვიდეოს ჩაწერ, ყოველი სიტყვა გამოყენებული იქნება შენსავე წინააღმდეგ, რადგან ისეთ რაღაცებს იძახი. ხო და ბოლოს იმასაც გეტყვი, რომ ალბათ გაგონილი გექნება, რომ ენამან შენმან დაგღუპა შენ.